გეტყვით, რომ 8 დეკემბერს 20 საათზე ჯიბის თეატრი აბრეშუმის თეატრის სცენაზე წარმოგიდგენთ მამუკა სალუქვაძის პიესა „სიმარტოვე“ სპექტაკლის მონაწილე მსახიობებისა და საერთოდ ჯიბის თეატრის შექმნის ისტორიის შესახებ საინტერესო ამბებს დეტალურად მოგვიყვება ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეჟისორი ლელა ჭინჭარავლი, რომელიც უკვე ჩვენთან ერთადაა. დილამშვიდობისა, ლელა, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ასევე თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ახლოს მიკროფონთან. დაინტერესებისთვის ჩვენი თეატრის. ბატონო ლელა, ვიდრე უშუალოდ სპექტაკლის შესახებ ვისაუბრებთ, ჩვენ რადიო მსმენელს რომ უამბოთ თეატრის შექმნის ისტორია და საიდან გაჩნდა თავად თეატრის სახელწოდებაც. სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს ისტორია არ იწყება ეხლა, ეს 2090-იანებში იყო ჩანასახი და 2000 წელს უკვე დაიბადა თეატრის ფორმით. საიდან იწყება და თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი სარეჟისორო ფაკულტეტზე. და როგორც წესია სადიპლომო ნამუშევარი რომ უნდა გამეკეთებინა, როგორც სტუდენტს შეეფერება კონცეფცია, ესკიზები, ყველაფერი მზად მქონდა და მივმართე თეატრალურ ინსტიტუტს, რომ მოეცათ აუდიტორია და მსახიობები და მაშინ მივიღე ესეთი პასუხი, რომ არ გვაქვს ჩვენ აუდიტორია, ჩვენ ვერ მოგცემთ არტისტებს, აბა რა გავაკეთო, ვეკითხები, როგორ დავიცვა დიპლომი. აი თუ გინდა სახელმწიფოთ ვინ შემიშვებს სახელმწიფო თეატრში როგორ შეგიშვებენ სტუდენტ. ნუ მაშინ სადაც გინდათ მინდორში, გინდათ ბაღში, იმ წუთას ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ეხლა ვიცახი, რომ ეს ძალიან კარგი ინსპირაცია იყო და აი თითქოს ვტიროდი, რომ გამოვედი ინსტიტუტიდან, მახსოვს, რომ ოპერის ბაღში ვიჯექი და ვტიროდი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი არტისტი მყავდა, ისიც ჩემი ახლო მეგობარი ნინო ფილფანი და ესე ვფიქრობდი, რომ რა არის ეს რა დამოკიდებულებაა, რომ ვერ ამთავრებ ინსტიტუტს, იმიტომ რომ არ არის ფიზიკო, ან რაღაცა არ ვიცი როგორ უნდა გამეკეთებინა, წესიერ მოსწავლეს ის, რომ იმეყო აუდიტორია ჩემივე ინსტიტუტში. და როგორც სვანი და აი ესე დღევანდელი დღესავით მახსოვს, რომ თქვა, რომ ღმერთო, ერთი პატარა თეატრი ხო შეიძლება არსებობდეს. ჩვენ მართლა მუშაობა გვინდოდა, მეტი არაფერი. არანაირი ამბიცია იმის, რომ სახელი და მართლაც ესე მოხდა, მაშინ მამაჩემს ჰქონდა თავისი ოფისი, ასე ვთქვათ, ახალი გაკეთებული, რომელიც 20 კვადრატ მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებობდა. არც დამთავრებულიც არ ქონდა და რომ მივედით ესეთი პასუხი გვითხრეს, მაინც კონსტრუქციაში კარგად ერგო და ესე მოჭუტა თვალები და აი თქვენ თეატრი, რომელიც წარმოუდგენელი იყო, დარბაზი აი 20 კაცი ძლივს ეტეოდა, სცენაზე 3-4 არის მაქსიმუმი. და პატარა სამზარეულო საკუჭნაო, ასე ვთქვათ, იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ სათქმელი გვეთქვა, სულ ვიძახი, რომ თეატრი არ არის შენობა. და აი მინდა, რომ ეს ხშირად შენობები კი არ არის, თეატრი არის ადამიანთა კრებული, რომელსაც ერთი აზრის ქვეშ არის გაერთი, რომლებიც ერთი აზრით არიან გაერთიანებული და მთელი ემოციებით უნდა თქვან რაღაცა და ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ სივრცე არ არის შეზღუდული, მართლა ნებისმიერ სივრცეში შეიძლება სათქმელის თქვა, მთავარია ეს სათქმელი გქონდეს ყოველთვის. თეატრის არსებობას აუცილებლად სჭირდება სათანადო რესურსი, მით უმეტეს, როდესაც კერძო თეატრზეა საუბარი. რა აკლია დღეს ყველაზე მეტად დამოუკიდებელ თეატრებს? ეცეთ არის. მე მინდა ცოტა დავბრუნდები, რომ რატო დავარქვით ჯიბის თეატრი, ეგ მქონდა და აუცილებლად ამ თემასაც და შემდეგ რადგან ესეთი პატარა იყო ჩვენი თეატრი და ვერ ვეტეოდით, შესაბამისად დავიწყეთ ორკაციანი და სამკაციანი პიესების ძებნა და მაშინ მივაგენით ეჟენ იონესკოს, სულ მაინტერესებდა აბსურდის თეატრი, გაკვეთილი იყო პირველი სპექტაკლი, რაც დავდგით
მიხვდით და კიდე მინდა აღვნიშნო ლეო ანთაძის შესახებ, აი რამდენადაც რთული იყო თეატრში შეღწევა, ვთქვათ, ადმინისტრაციულ სფეროში და მოგეპოვებინა უფლება სცენაზე. ასე ის იმდენად მე გაოგნებული დავრჩი შემოქმედებითი ადამიანების, იმიტომ რომ პირდაპირ პატარა გოგო მივედი ლეო ანთაძესთან და ვეუბნები რომ მე მგონი თქვენი როლია. და აი მაშინ ბატონი ლეო რომელთა წავიკითხავ და გეტყვი და რო წაიკითხა აი არტისტის ბუნება ისე აენთო რომ ჩვენ მე არ მქონდა შეგრძნება რომ აქ ასაკი არსებობდა ერთად 6 საათი ვმუშაობდით როგორც აბა ეხა ეს მოგწონს ლელუკა აქ უკვე ბატონო ლეოც დაირღვა ლეოშა ერთად არ ვიცი ეს იყო საოცარი თეატრი რა მაგ მხრივ შემოქმედებითი ადამიანი და მაშინ დავარქვით ჯიბის თეატრი, იმიტომ რომ ამ პიესას ეწერა ეჟენი იონესკო წერს, რომ ისეთი მდგომარეობა დღეს საფრანგეთში, რომ არსად არ მადგმევინებენ აბსურდის თეატრს. ამიტომ საკუთარი სახლი გადააკეთა თეატრად, დაემთხვა ეს მე ნამდვილად არ ვიცოდი. საკუთარი სახლი გადააკეთა, თვითონ ეთამაშობდა ამ მასწავლებლის როლს. და ამიტომ დაარქვა მან ან ჯიბის თეატრი პირველი ჯიბის თეატრი არსებობდა საფრანგეთში და მე ეს უკვე ქსელურად არის ესპანეთშიც არის სხვადასხვა ქვეყნებშიც ანუ უკვე ქსელურად ყველგან პატარა თეატრს ეს სახელი შერჩა და იმ წუთას როგორც კი ეს წავიკითხეთ მივხვდით რომ ჩვენც იგივე როგორ ვითარდებოდა თეატრის ისტორია როგორია სპექტაკლები რა სახის თემაზე მუშაობდით მაშინ? ესე იგი პირველი სადიპლომო ამ ეჟენი იონესკოს აბსურდის თეატრით დავიცავი და იყო გაკვეთილი. შემდეგ უკვე სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ შემოქმედებით მხარეს არ უჭირს საქართველოში ნამდვილად. პიესა არ მომკლებია. მოდიოდნენ დრამატურგები და ძალიან საინტერესო იყო ცოცხალ დრამატურგებთან მუშაობა. დავდგი კოლბაცხაკაიას ცხოვრება საწვავის გარეშე ასევე ორკაციანი იყო და ძალიან საინტერესო დეკორაცია იყო მანქანაში. დავდგით, მოკეთ ვდგამდი და დღესაც დაინტერესებული ვარ ქართული თანამედროვე დრამატურგიით. და მინდა რომ აი ეს ხაზი, რომელიც ცოტა მგონია რომ დაჩაგრულია და ძალიან დიდია კლასიკოსები და რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინტერესებს როგორ ვითარდება ქართული დრამატურგია. თუ ჩვენ რეჟისორებმა ხელი არ შეუწყეთ ქართული დრამატურგიის განვითარებას, უბრალოდ ვერ განვითარდება, იმიტომ სახში დრამატურგი წერს, მე სცენაზე ვდგამ. ეს უნდა მოხდეს ერთად და იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც 3 პიესა დავდგი დათო ტურაშვილის, ბაასა ჯანიკაშვილის და ლაშა ბუღაძის დრამატურგები უშუალოდ ესწრებოდნენ რეპეტიციას, ჯერ იყო ძალიან მხიარულება, იქვე იცვლებოდა, იყო კამათიც, იყო რაღაცა, მაგრამ ეს იყო პროცესი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და სიამოვნებით კიდევ ვიმუშავებდი, ასე ვთქვათ, ცოცხალ დრამატურგებთან. კი ბატონო, ვიდრე უშუალოდ სპექტაკლზე გადავალთ, რომელიც მამუკა სალუქვაძის პიესით დაიდგა. აი ეს საკმაოდ რთულია წეღანდელ შეკითხვას დავუბრუნდები. როდესაც კერძო თეატრები თავისი რესურსებით არსებობენ და ეს ძალიან დიდია რესურსი, ადამიანურიც საჭიროა, მატერიალურიც, ფინანსურიც და ასე შემდეგ. აი ამ კითხვას ისევ გავიმეორებ, კერძო თეატრების შემთხვევაში მთავარი პრობლემა მაინც რა არის? იცით რა, ვერც ერთი კერძო თეატრი დღევანდელი სტრუქტურა ისეა შექმნილი, ვერ იარსებებს თუ რაღაცა თანადგომა. დღეს მაგალითად აბრეშუმის თეატრს რომ ხელი არ შეეწყო ჩვენთვის და
გული არ გაეხსნა და მართლა სახლში ვგრძნობთ თავს და სრული პირობები გვაქვს იმისთვის, რომ ვიმუშაოთ, წარმოუდგენელია დღეს იცხოვროს დამოუკიდებელმა თეატრმა. გარდა იმისა, რომ არტისტის რეჟისორის ეს სრულიად მე არ მჯერა, რომ რომელიმე დამოუკიდებელი თეატრი თუ იქ საწყისი რაღაცა ბაზა არ არის და დამოუკიდებლად შეძლებს. თუმცა არის, მე ვიცი, რომ ევროპაში სტრუქტურებს გავეცანით და იყო ძალიან საინტერესო შეკრება, როგორ შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებელი თეატრი და მე ვფიქრობ, ეს ყველაზე აუცილებელია, რომ ზუსტად დამოუკიდებელი თეატრი და ექსპერიმენტული თეატრი განვითარდეს, რომ სიახლე იბადება სწორედ ამ ექსპერიმენტებში და თავისუფლებაში ხელოვნებას რაც შეეხება და დანარჩენი ვთქვათ ეს დღესასწაულები რაღაცები რაც ხდება დღეს არის რაღაც საინტერესო სტრუქტურები უბრალოდ ამას უნდა განხორციელება დღეს მე არ ვიცი მე ვიტყვი დღეს ჩვენც ენთუზიაზმზე ვცხოვრობ, თუმცა გვაქვს მერის მცირედი დაფინანსება, რომელიც სარეპეტიციოს მოიცავს და ამისთვისაც დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თეატრს, რომელმაც კარები გაგვიხსნა და უბრალოდ მიხვდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გარეშე ცხოვრება, არა მარტო მე ვარ ამ თეატრში, აქ არის სხვა თეატრებიც, რომლებიც მოდიან და და სულ ვფიქრობ, რომ ესე უნდა იყოს მოედანი თეატრი, რომელი პიესა, რომელს თეატრს მოარგო და არა ის, რომ აქ ვერ შემოხვალ თუ არ გაიარე რაღაცა უამრავი კარი ბჭეები. ქალბატონო ნელა, რაც შეეხება სპექტაკლს სიმარტოვე, მამუკა სალუქვაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. რა იყო მთავარი მარცვალი, რომელმაც ამ პიესაზე სპექტაკლის დადგმა გადაგაწყვეტინათ? რატომ შეაჩერეთ არჩევანი? პირველი ისევ რომ ქართველ დრამატურგებს ვეძებ და ყველა ქართველი დრამატურგის გასაგონად ვიძახი რომ ვარსებობ დაინტერესებული ვარ და შეუძლიათ ამ პიესები გადმომიგზავნონ ან მომძებნონ და მინდა რომ ვემსახურო ამ დარგის განვითარებას და როგორ გითხრა ისევ ვეძებდი 4 კაციან პიესას იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მუშაობდი და დამრჩა 4 ჯგუფში 4 ასე იწყება ხოლმე სულ მგონია რომ ეს შემთხვევითობა არ არის და წავედი პიესებით ხელში დასასვენებლად და აი როგორ გითხრა ესე ვფურცლავდი რომ სასწრაფოდ მეპოვა 4 გმირით შემადგენელი პიესა და ხედავ მამუკასთან წერია ქმარი ლუკა ცოლი ელენე კაცის ფიქრი, ქალის ფიქრი, ვფიქრობ რა არის კაცის ფიქრი, ქალის ფიქრი, ალბათ რადიო ჩანაწერია და მე მინაწერი წავიკითხე, რომ ძალიან გამეხარდება თუ კი ეს ფიქრები რეალურ, თუ კი რომელიმე რეჟისორი გადაწყვიტავს, რომ ფიქრებმაც იცხოვრონ სცენაზე როგორც გმირებმა. უკვე ეს იყო ჩემთვის, რომ რომელ წელს არის 90-იან წლებში ეს პიესა დაწერილი და აქედან მივხვდი, რომ როგორი აზროვნება აქვს ამ დრამას თუმცა არც ვიცნობდი მე პირადად მამუკას, რომ რომელ წლებში აკეთებს ამ ექსპერიმენტს, რომელიც ეხლა უკვე, ასე ვთქვათ, ეხლა საგნებით ლაპარაკობენ და ამიტომ წავიკითხე ამ კუთხით ეს პიესა, რომ აი ეს ფიქრებიც დადიან სცენაზე. და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რატომაც მოვკიდე და მე დღეს მაგათაც ვიტყვი რომ ამ პიესამ დამაახლოვა მამუკას ოჯახთან უკვე ყველა სპექტაკლზე ვეპატიჟებით ერთმანეთს შვილთან და დრამატურგი რომელიც გავიცანი გარდაცვალების მერე და ვაგრძელებ ასე ვთქვათ ურთიერთობას. საინტერესოა. ჩვენი საუბრის ბოლოს ქალბატონო ნელა ყველაზე მეტად რა ჭირდება დღეს ჯიბის თეატრს მაინც რომ გითხრათ მისი არსებობისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.
თქვენი მთავარი სურვილი რა? ჩემი მთავარი სურვილი იცით რა არის, რომ მე არ მინდა რომ რა ვინმე დამოუკიდებელი თეატრი ყველაზე თავისუფალია იმ მხრივ, რომ მაყურებელი სავსე და აი ეს რა ვთქვა, მათი აზრები და თუნდაც სისტემატიურად მე მინდა რომ თეატრმა არჩინოს თეატრი. მე მინდა რომ სრულიად დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, თეატრს სჭირდება ხელშეწყობა, რომ არ გაჩერდეს და პიესები დაიდგას და აი საწყისი თანხა, მაგრამ სურვილი იდეა რომ ბოლოს მინდა რომ აი ესე ამაყად რო იტყვიან თავი შეინარჩუნოს არა მარტო ჩემ ჯიბის თეატრმა ნებისმიერმა დამოუკიდებელმა თეატრმა და სხვა თეატრებმაც გახსნან კარები ასეთი დამოუკიდებელი თეატრებისათვის და დაინტერესდნენ და მოვიდნენ და ნახონ და იყოს კრიტიკა, იყოს კამათი, იყოს საუბარი თეატრზე და ნაკლები პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. მე უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ჯიბის თეატრს და იმ სათანადო მწვერვალების დაპყრობას, რომელიც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული და თეატრს კონდეს და თავისი საკუთარი სცენაც, შეეძლოს დამოუკიდებლად არსებობაც და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ძალიან დიდია სურვილი, აუცილებლად ყველაფერი შესაძლებელია. იცით რას ვიტყვი, მე ძალიან მომწონს ეს პოზიცია ბოლოს ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა Silk Factor-ში ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის იყო ორმხრივად გახსნელი სივრცე. ძალიან რთული გამოწვევა იყო და მოვერიეთ ამ გამოწვევას, რომ სპექტაკლი გაიყო კომპოზიციურად ორად, რა თითქმის აი ყველა განზომილებაში უწევს არტისტს დიდი დატვირთვა აქვს და ქორეოგრაფიულად დაიდო. ასე რომ მე ისევ ვიტყოდი შენობაზე უფრო ჩვენ გვინდა რომ კარებები გაიხსნას და პიესები მოვარგოთ, იმიტომ ისედაც ძალიან ბევრი თეატრია თბილისში და მინდა რომ რაღაცა აი ეს ურთიერთობები, კონტაქტები, სითბო და კავშირი იყოს თეატრებს შორის. კი ბატონო, დიდ წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ და ჩვენ რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ აუცილებლად ესტუმრეთ 8 დეკემბერს 20 საათზე ჯიბის თეატრის სპექტაკლს სიმარტოვე, რომელიც აბრეშუმის თეატრის სცენაზე გაიმართება. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახდათ რეჟისორი ლელა ჭინჭარაული.